მოგესალმებით, მეგობრებო. 3 ივლისს გვაქვს ურანი მარსის შეერთება ცაზე და პირდაპირ გეტყვით, რომ ცოტა ფრთხილი ასპექტი არის. ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველანი, იმიტომ რომ მარსი ეს არის ჩვენთან აგრესია, ეს არის ომი, ეს არის სუსწრაფობა, დაუფიქრებლობა, ასევე მისი ნეგატიური გამოვლენა და ურანი არის ასევე სისწრაფე, ასევე მოულოდნელი მოქმედებები. ეს ყველაფერი ტყუპებში ხდება და ტყუპები ჩვენთან ეს არის კომუნიკაცია, ასევე მანქანა არის ზოგადად მარსი და გადაადგილებები ტყუპებია. ამიტომ ერთ-ერთი ცოტა სარისკო კომბინაცია არის ეს ტრანზიტი მანქანაზე, ვინც არის მაგალითად, ან არის რისკი ასევე ფეთქებადი კომუნიკაციის, აგრესიული კომუნიკაციის, მაგალითად კონფლიქტების, პირდაპირ ვკითხოთ, კონფლიქტების, ავარიების პერიოდი არის. თუ მაგალითად ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის ჩვენს რუკაში, მაინც არის დაუფიქრებელი მოქმედებები, იმიტომ რომ მარსი ეს არის მოქმედება და დაუფიქრებლობა ახასიათებს ზოგადად მარსს. ზოგადად აი ესეთი მოქმედება და იქით ურანი რო არის სუსწრაფობა, ეს არის ერთად ახლა ამ ტრანზიტზე. და პლუს მინუს ახლა მაგალითად 2, 3, 4 რიცხვი, ეს განსაკუთრებით 2-საც ვიტყოდი. აი ეს რიცხვები არის ცოტა საფრთხილო. ეს არის კამათის, სუსწრაფობის, ფეთქებადი ემოციების პერიოდი. აი ჩვენს ვიქნებით ცოტა დატენილები, იცით, აი რაღაცა მოქმედებისთვის სიტყვაზე. და მაგ გაჩნია ხა ვის როგორი ასპექტები აქვს, ვისაც ახლა მაგალითად იქ კარგად აქვს მარსი ასპექტირებული და ზოგადად არ არიან აგრესიულები ან დაძაბულები შინაგანად, შეიძლება ეს უბრალოდ სუსწრაფ მოულოდნელ აზრებში გამოვლინდეს. უცებ რაღაცა ვიყიდე, მაგრამ მე შეიძლება არ დამეხმარა რაღაცაში, არ გამომადგა მაგალითად. შეიძლება ვიღაც რაღაც უთხარი და ანუ შეიძლება ეს უწყინარი მოქმედება იყოს. მაგრამ ზოგისთვის ეს შეიძლება საკმაოდ რთულადაც გამოვლინდეს. განსაკუთრებით თუ პირადი პლანეტები გვყავს ტყუპებში და ეს შეერთება, განსაკუთრებით თუ ახლა მზე გვყავს პირველ გრადუსებზე ტყუპების, აი აქ შეიძლება ძალიან ძლიერი სურვილი შემოიტანოს ცვლილებების, რაღაც მთლიანად შევცვალო ჩემ ცხოვრებაში და სხვათა შორის მან თუ ეს დიდი ხანი იგეგმებოდა ეს ცვლილება, ეხლა დაძრავს ეს პერიოდი. ზოგადად ყველაზე ვამბობ მარტო ტყუპებზე არა, უბრალოდ გარკვეულწილად ზოგიერთ ადამიანს ძალიან შეეხება, ხო ეს და ზოგისთვის ეს იქნება უბრალოდ იმპულსი, რომ რაღაცის ცვლილება მინდა, რაღაცის განახლების ენერგეტიკა მაქვს, ხო შინაგანად. ეხლა ცოტა ეზოთერული ასტროლოგიიდან რო გითხრათ, ესეთი დიდი პლანეტები, როგორც ურანია, როგორც სატურნია, პლუტონია, ხო? ესე ვამბობთ ხოლმე, რომ ენერგეტიკული ველი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენზე მოქმედებს ეს ენერგეტიკა და არის კიდევ იქ რაღაცა შიდა ენერგეტიკული ველი, ხო, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს. აი ურანს აქვს განახლების ენერგია საერთოდ. ეხლა შეიძლება აზრების კუთხით, ანუ თვითონ მოდელების კუთხით, თუ ცოტა ფსიქოთერაპიულად შევხედავთ ეზოთერულ თერაპიასაც ვეძახი ხოლმე ამ კუთხით ენერგეტიკულ პრაქტიკებს, ხო? ეხლა ძალიან კარგი პერიოდი არის განვაახლოთ, მოდით ესე დავარესტარტოთ ჩვენში არსებული შინაგანი იცით, აი ურთიერთობებთან დაკავშირებით აზრები დავარესტარტოთ, ხო, სადღაც. ან თუ იყო, იმიტომ რომ ტყუპები ეს არის გადაცემა ინფორმაციის, აი ეზოთერული ენით რო აგეხსნა, შეიძლება სამყაროსგან მოდიოდეს ძალიან სწრაფად ინფორმაციული ნაკადი და ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ინფორმაცია მოდიოდეს, ხო, ეს სიტყვებით, რასაც ვთქვი, ეს შეიძლება ენერგეტიკული ნაკადის სახით, აი უცებ რაღაცა გავიაზრე, ინსაიტი მომივიდეს მაგალითად, უცებ რაღაცას მივხვდი, აი აზრის სახით რო შემოდის სამყაროდან სასაუბრო ენა, ესე რომ ვთქვათ, ეს ცოტა ეზოთერული ასტროლოგია არის, ეს არის უკვე ამ ენერგიების დაჭერის რაღაც ესეთი უნარები და ვინც უფრო სენსიტიურია, ვინც უფრო შინაგანად აკვირდება ესეთ ენერგიებს, ხო, უფრო ხდება ხოლმე რაშია საქმე. რა ეხლა რაღაცა გავაცნობიერე, რაღაც ახალი ინსაიტი მქონდა, რაღაც მოქმედების გეგმა თითქოს აზრებად დამილაგდა თავში რა გავაკეთო. ეს არის ყველაზე კარგი გამოვლინება ამ ტრანზიტის. მაგრამ ჩვეულებრივ კუთხით ეს არის სადღაც ქაოსი, ვინ როგორ დაიჭერს ამ ენერგიას, ან როგორ არის ეს სამყარო ხსნის ფანჯარას, შემოდის რაღაც გარკვეულწილად რაღაც ენერგია, ხან პლუტონური ენერგია შემოდის, ხან ურანული ენერგია შემოდის და აი ამას როგორ ვიჭერთ, აქ ჩვენ ენერგეტიკაზე არის. თუ ჩვენი მერიდიანები ეს ეზოთერული ენით გიხსნით, დაბინძურებულია ბევრი სხვადასხვა პრობლემით, ხო? და დაბინძურებული, აი რა არის დაბინძურება, დამძიმებული, ესე შეგვიძლია თქვა. თუ რაღაცა იყო ტრამვა,
მე ის არ გამოვიტირე, იმას არ შევხვდი, ის არ ვაღიარე, არ მივიღე, ის ცხოვრობს სხეულში და შესაბამისად ამ სხეულის დამძიმებით, ხო, ენერგეტიკული დამძიმებით, ხო? ეს ვიბრაციები სამყაროდან რომ მოდის, მე არც ისე სწორად თარგმნი. და ეს შეიძლება გამოვიდეს, როგორც იცით, რომ სადღაც ტრავმა დამემართოს მოულოდნელად, სადღაც ვიღაცას ვეჩხუბო ძალიან. ეხლა მე პირადად რას ვგეგმავ მაგ პერიოდში? ნაკლები კომუნიკაცია, ცოტა დაბალი ენერგეტიკის ხალხთან ესე შეგვიძლია ვთქვა. ხანდახან ჩვენც ვართ ხოლმე დაბალ ენერგეტიკაზე, ხა რაღაცა თუ გამჭირდა და რაღაცაზე გამიცვალა და მეც მივარდება ენერგეტიკა. ანუ პერიოდულად ყველას გვაქვს ეს, ხო? უბრალოდ ერთი განსხვავება არის, როცა ჩვენ პირადად რაღაცა გვაწუხებს, იქ არავის აღარ უყვარვართ, არავის აღარ მოწონართ, მარტო უნდივართ ყველას, როცა გავცემთ ენერგიას და ჩვენ თუ რაღაცა გვიჭირს და ჩვენ თუ რაღაცაში ვწუწუნებთ, იქიდან ყველა მიდის. ეს ზოგადად ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ მარტო ესე უნდივართ ყველას წარმატებულები, უპრობლემოები, ან ძალიან სწორები, თუნდაც დრამაში, ოღონდ სწორები ამ დრამაში და თუ არის ესეთი მომენტი, რომ აი სადღაც მე მეტკინა, აი ხშირად არის ხოლმე, რომ სადღაც კონფლიქტი რო არის და ვინც ყველაზე მეც ყვირის იმას რო იჩხუბებიან ხოლმე, შენ გვაწუხებ ახლა ჩვენ და რატო ყვირის იმას არავინ არ ფიქრობს, არც საინტერესებთ, ხო? იდეაში რო აგიხსნათ რა. ხო და აი ესეთი საკითხები მაგალითად როცა სადღაც ვართ ენერგეტიკულად და დამძიმებული ესე ტრანზიტები ამოატივტივებს ამას გადავიდე ან ვიღაცა დაგვაყრის ამ აგრესიას რაც მას აქვს ხო და ან ჩვენ შეიძლება დავაყაროთ ვიღაცას ამიტომ აი თუ ვინც მოტოციკლებზე ზის მაგალითად ამ ფრთხილად უნდა იყოს ეს პერიოდი და არა იმიტომ რომ თვითონ შეიძლება პრობლემურები იყვნენ ეხლა თუ ჩვენ კონტექსტს ხედავთ თუ ჩვენ ხვდებით რა მდგომარეობაში ვართ აი მე წინასწარ ვგრძნობ ხოლმე აი თქვა თუ ნეგატიური ასპექტი მოდის რაღაც და ნუ მე ვხედავ რომ რაღაცა ვერა ვარ რამთლად კარგად ემოციურად რაღაცეები მაწუხებდა რაღაცებზე გავყეზიანდი უფრო ადვილად მივიზიდა პრობლემებს. აი ეს კონტექსტში ზოგი ადამიანი იმდანაც შეჭრული ამ ნეგატივში ყოფნას რომ ვერ ხვდებიან რომ ნეგატივში არიან. ან არ აქვს სენსი, შეგრძნება. ეს მათთვის ჩვეული მდგომარეობაა, ხო, რაღაც ნეგატიური ველში იყოს, ხო? და მაგიტომ არის ხშირად რომ რა კაი ადამიანი იყო და რა უცებ რაღაცა დაემართა. უცებ არავის არ ემართება. რაღაცა გვეპარება შიგნით, რაღაცაში ვართ უკვე შიგნით, რომელთანაც კონტაქტი არ აქვს, ხო? და თუ კონტაქტი გვაქვს, ჩვენ გვგზნობთ რომ რაღაც ნეგატიურ ველში ვართ და ვიწყებთ ამაზე მუშაობას. და ხვდებით, თქვათ, ვიწყებთ კვლევას საიდან მოდის ეს ნეგატივი, ხო? და თუ ჩვენ ამასთან კონტაქტი არ აქვს, აი მე ხდება უცებ რომ ძალიან კარგ ხასიათზე გავედი და უცებ რაღაცა დამემართა. ან ავარიაში მოყვევი მძიმეში, ან ტრავმა დამემართა, ან ვიღაცა მოვიდა და დამახურა თავზე ყველაფერი და დილით ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, როგორც წესი ესე არ ხდება ხოლმე. როგორც წესი გვაქვს შიდა პრობლემები, რაღაცას დიდ სურათში არასწორად ვაკეთებთ, არასწორად ცხოვრობთ და არასწორად განა სამყაროს სწორზე არის ლაპარაკი. ჩვენ შიდა სამყაროსთან მიმართებით არასწორად ცხოვრობთ, ხო ხდებით? ან ჩვენ შიგნით არის რაღაც სტანდარტი. სულ საქმე რაღაც ღერძი და ამას თუ გადაუხვევთ ხოლმე, აი მე კაცნობერი გვიწყობს იმ ველს, შევდივართ იმ ადამიანთან იმ ველში, რომ ეს კარგად დავინახოთ. ამიტომ თუ გვაქვს კონტაქტი საკუთარ თავთან, ხო, ნაკლებად რომ შარფში ვიხოდეთ. ესე რომ თქვათ. ყოველ შემთხვევაში გავფრთხილდით, მაინც გამოიყენეთ ეს ენერგია. თუ რამე დიდი ხანი გინდოდა და გასახლებელი იყო, ხო, აჩქარებს ყველაფერს ურანი, მარსი ეს არის აქტიურობა ფიზიკური და ტყუპები ეს არის კომუნიკაცია, ეს არის თქვათ, სწავლა, განვითარება და აი ეს პერიოდი თუ ახლის სწავლა, ახალი ადგილების მონახულება, განახლება, კონტაქტების, ეს ყველაფერი მოგინდათ, ეს კარგი ასპექტია ამისთვის. მაგრამ ცუდი ასპექტი არის სადღაც ძალიან დიდი სიჩქარით სადმე ვიაროთ. შევიდეთ ცოტა, აი, რო ხედავთ, რომ ნეგატიური ხალხი არის სადღაც, ხო? აი ნეგატივი ესეც პირობითია ყველგან, მაგრამ ახლა მე ვიცი ჩემთვის რა არის ნეგატივი, მაგალითად თუ ადამიანს სიკეთის ხივი აკლია. ჩემთვის ესეთი ადამიანი უკე რაღაც ნეგატივშია ჩაძირული, ხო, სიტყვაზე. და ეს არ ნიშნავს დროებით დეპრესიას ან ნეგატიურ რაღაც რის გამოც ვარ. აი შეიძლება ცუდად იყო ადამიანი, მაგრამ რაღაცა ის გქონდეს რა, რაღაც შინაგანი ვარსკვლავი ანათებდეს მაინც, ხო? და ვისთვის რა არის? ვიღაც არის, რომ ის მისთვის
ის მდგომარეობა არის სინათლის სიტყვას, ის ძალიან პირობითი არის, ხო? და აი ესეთ ხალხთან, რომელიც ჩვენთვის არ არის მთლად მისაღები, ურთიერთობა აქ ენერგეტიკულ დაბინძურებას ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა ქარიშხალს და ქაოსს გამოიწვევს. აი ეს მინდოდა მეთქვა. ასე რომ მე მაგალითად ვფიქრობ, რომ პირველი 2 რიცხვიდან განსაკუთრებით ივლისი 6 რიცხვამდე, აი ძალიან ისე რომ გავწელოთ, ხო? მაინც ვიქნებოდი ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ ეს ტრანზიტი პირველად არის არ ყოფილა ჯერ მარსი ურანის შეერთება ტყუპების ზოდიაქოში, ესე და მნიშვნელოვანი არის მაინც ჩვენს გვაინტერესებს როგორ იმუშავებს, ასე თუ ისე. და მოკლედ ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო დროებით.